მოგესალმებით, კარგი ისტორია. გამარჯობა. დაიწყო ძვირფასმა. მართლა და არცემის ბოლოსკენ შეიძლება მოყევი. დავიწყოთ ისე მე მაინც NDI-ის უტრიალებ. არის გაქვთ თუ არა ნახი ვიდეო, რომელიც მასკმა გამოფინა თავის X-ზე და როგორც კიცებულებ უბრალოდ როგორც ანონსი იმის თაობაზე თუ რა გამოიძიებს და რა ვიგინდარები არიან USA-ში. უბრალოდ გავუშვებ ძალიან ხანმოკლე ვიდეო და საქართველოს დაინახავთ იქ. ანუ ეს არის ვიდეო, სადაც აღწერილია USA-ის სუდი, ცენზურა, ჩარევა უცხო ქვეყნებში და შემდეგ. საუბრობს, ხო? არა, ვიკლიპია ძალიან პატარა რა. ხო, მაკლიპში არ არის ჯეფრის. არა. კი ბატონო, ეხლავე გავუშვებ. კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა იცოდეთ, რომ გამოაქვეყნეს მასალები, საქართველოზე შევჩერდეთ, ჯერ ჯამში ალბათ 100 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. მარტო USAID-ის და NED-ის პროგრამებით ამ უახლოესი 2 თვის მანძილზე, იმ ამბებზე, რაც ქუჩაში ხდება და ამ ფონზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ყოჩაღად გამოიყურება, გაცილებით მეტი ხალხის გამოყვანა შეიძლებოდა უფრო სულელურ ქვეყანაში. ორი ამბავია რა, ერთი რომ ან ეს 100 მილიონზე მეტი დახარჯული ლარი რევოლუციისთვის ვიღაცებმა ძალიან სუჟეტ შეჭამეს დიდი ნაწილი ან მეორე რასკლადი ისაა რომ კაროჩი პასუხისგებლობა აქ ფულის იმაზე ვიც აიღო რომ დისტრიბუციას როგორც გავუკეთო შედეგს რასაც დავდება ნუ ის ყოფილა ნუ ტოპკაცი იმენა რა ვერაფერი ვერ შეასრულა რა ტიპმა და მართლა ეგ ძალიან სწორი აქცენტია რომ მაგ თანხა ძმაო კიდე გადარჩენილი არა ბიჭო ჩვენ ხო ლაპარაკობდით ხოლმე კაცო გარკვევით რომ აბა ეს ნანუკას ფონდიდან დაწყებული ის რაც თვალხილული იყო და რაც წინა პლანზე იყო წამოწეული რომ ყველაფერი ეს არის ფულის გათეთრების მაქინაციები როგორ კაცო თითო დღე მარტო პიროტექნიკა თავისი ჩაფხუტი აღჭურვილობა ეს სათვალეები ასე შემდეგ და ასე საჭმელი კეითერინგი ლოჯისტიკა ყველაფერი ჯდებოდა ამის მილიონამდე ხელფასი მილიონამდე ადიოდა ეს თითო დღე ჩვეულებრივად ამას დამატებული ანუ რა თუნდა აქ ჩვენი ლაპარაკი აგერ ჩვენ ხო არ გვიჯერებთ და რა თქმა უნდა მივიღეთ ჩვენ პოსტკოლონიალური ისეთი რეჟიმი რომ მაგალითად თუ მეტროპოლიაში ესე იგი ცენტრში იტყვია რომ გრავიტაცია არ არსებობს, რა თქმა უნდა გრავიტაცია აღარ იარსებებს და დავიჯერებთ თუ იტყვია რომ დღეზე რომ ღამეა, წყალზე რომ სიმშრალეა და ქვიშაა წყლის მაგივრად, ამასაც დავიჯერებთ. ამიტომ აი ძალიან მარტივად აგერ ტრამპი, ილონ მასკი ამბობენ რომ USAID-ის უკან იდგნენ დადგანან Squid Game-ის კალიბრის პერვერტი ლუდატიკები, პერვერტები, გიჟები, კენედის დავამატებ, კენედიმ თქვა, კენედიმ როგორ არის სწორად არ ვიცი, კენედმა ალბათ. კენედიმ, კი ბატონო, თქვა რომ პირდაპირ ესე ვიდეო მაქვს თანახი, 5 მილიარდი დოლარი CRU-მ, ანუ CIA-მ через NDI გადაიხადა უკრაინაში, რათა მოეწყო რევოლუცია 5 მილიარდი. ოღონდ ეს თქვა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე ასე ლაპარაკობდა მხოლოდ სალავიოვი. კი ბატონო. ანუ ხტები რა დონის ამბავი გასკდა. კი ბატონო. პირდაპირ როგორც სამრეცხაო მანქანა CIA-ის ფულების, რომელიც აწყობს რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყნებში და არ ვიცი ახლა ეს რევოლუციაც არ არის ტექტონიკური ძრა არის ჩემი აზრით. ამაზე მეტი რა უნდა თქვა და წარმოდგენა არა მაქვს. გამჭვირვალობის კანონი, როდესაც 2023-ში დაინიცირდა. აი რატომ იყო მნიშვნელოვანი ეგ კანონი? 2024-ში, როდესაც მივიღეთ ეს კანონი. ეს კანონი მიზნად ისახავდა სწორედ იმას, რომ რასაც ეხლა ააშკარავებს ტრამპის ადმინისტრაცია, ამ ინფორმაციაზე შიგნით საქართველოში ქონოდა ჩვენწდომა რა თანხები, რაში, რა რაოდენობით და რა მიზნებით იხარჯებოდა. და ნუ ახლა ამაზე გვიტრიალეს რომ რუსული კანონი შემოიღეს, საბოლოო გარუსება გადაწყვიტეს, ყველა ამას ხარს უჭერს რუსია, ნუ დღემდე ამას აგრძელებენ და ხო მე მგონი აზრი აღარ აქვს ტრამპი იტყვის, მასკი იტყვის თუ რა ბიზია სემი განსხეულდება და ის იტყვის რა, ნუ ამ ადამიანს დაიჯერეს
მართლა ეგ რომ ესე არის ამერიკული კანონი არის რუსული და ბოლომდე აწვევიან მაგას რა არანაირი ვიდეო არ მგონია რომ მაგის შემცვლელი გამოდგეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება ასევე და მე სულ უფრო და უფრო დიდი ინტერესით უყურებ იწერით და True Social-ით ანუ ტრამპის სოციალით ტრამპის ამბებს ამერიკის ამბებს იცით რომ ტარიფები დაუწესეს კანადას ნაკლები ტარიფი დაუწესეს ჩინეთს ვიდრე კანადას ჩინეთი მექსიკას აღარ აქვს ეს ტარიფები იმიტომ რომ დათანხმდა ის ქალი ბევრ რამეს შეეშინდა ტრუდო რომელიც ჯერ კიდევ არის თანამდებობაზე უწევს წინააღმდეგობას მაგრამ რამდენი ხანი გაუწევს არ იცის და ევროპის სანქციები ევროპის პასუხი უნდა დაუწესოს ეს სანქციებიც მოდის და ახალი ამბავი ეს ჩვენ გვეხება იმიტომ რომ ომზეა საუბარი ტრამპმა შემდეგი რამ განაცხადა გაუშვით თუ შეიძლება Ukraine they have very valuable rare earth we want what we put up to go in terms of a guarantee we want a guarantee we're handing them money hand over fist we're giving them equipment so we're looking to do a deal with Ukraine where they're going to secure what we're giving them with their rare earth and other things მადლობთ ესე იგი გარანტიები უნდა ართმევენ უკრაინას იმ სასარგებლო წიაღისეულს რომლის 80% უკვე წართმეულია რუსეთს და სასარგებლო წიაღისეულითო და პლუს სხვა რაღაცებითო და სხვა რა უნდა იყოს ცნობილი ფილმიდან თქვენი აზრით რა შეიძლება კიდე წაართვას ამერიკამ სული აღარ არის იქ უკვე არის რაღაცას მოიძებდა მე მგონი უფრო მიწევი აი ყველაფერი რასაც ხდება რომელიღაც ევროკავშირის ქვეყანას ხო აქვს ვალდებულება აღებული რომ ომის დასრულების შემდეგ აღადგინონ ლეკროკს კონდა ხო მთლიანად წაიღებენ რა მთლიანად ამერიკა წაიღებს მთელი სრული უკრაინის რეაბილიტაციას თუ უკრაინა გახდება ამერიკული ქალაქი არ ამგონია არა ამერიკული არ ამგონია ტრამპი პირიქით უნდა რაღაცები წამოწევს უკრაინა მეკეთვი რა გახდება რეალურად გახდება ირანი 79 წლამდე სადაც იქაური წიაღისეული და იქაური დოულათი იყო ამერიკელებს სიკეთეები გაქონდათ ბრიტანელებს, ამერიკელებს და ჰოლანდიელებს 20 კაპიკად ხო და არაფერს არ უპოვებდნენ სეგრეგაცია დაიწყება და ცალკე ტუალეტები იქნება კი ბატონო ხო ნუ ჩვენ რატო გვეხება სოფლიო ჩემპიონატის თასი რო ედო უკა რეპლიკა ნახე კაბინეტშია ურაკაიკაც რატო უდევს არა მე მგონი ჰოკეისტები ყავდა სტუმრად და მათ ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატის თასი ჰოკეისტებიც ყავდა და ძალიან საინტერესო იყო ჰოკეისტები უი დღეს როშემ მაგაზე საუბრობდით და არა ვღნიშნოთ რომ ეხლა ვინც Facebook-ში ვიყურებთ ლიბერალები ხარობენ და ნაცები Facebook-ზე ხარობენ რომ დაიბლოკაო მეტამო დაბლოკაო პოსტივის ყველა გვერდიო და რა ვიცი ყველა გვერდი არის რანაირად ხდება ლაივს უყურებთ ანუ ეგეც 450 ადამიანი უყურებს დაბლოკილ გვერდზე ერთმანეთს რო აჯერებენ და რო უხარიათ რო აი ეგ ფენომენი მინდა კარგად გავარჩიოთ ეს არის რაღაც უკვე გაგუჭირდება კარგად გარჩევა ფენომენის არ ვიცი იმიტომ რომ თაკე სამყარო აქვს ხო სადაც გვეშინია აგონიაში ვარ ვაფშე უცნაური გარბის ბიზნესი აი მაგალითად ამ საკითხზე რომ ამერიკელები ცდილობენ და ეცდებიან კი არა და გარანტირებულად წამოიღებენ უკრაინის ყველა დარჩენილი უკრაინის ყველა წიაღისეულს ამ შემდეგ ჩათვლიან რუსეთს დამარცხებად ხო იგახიან არ დაუტოვა არაფერიო რუსეთს წიაღისეულიო და თვითონ ხო მაგას ალბათ ის თამარა ჩერგოლეიშვილი როგორც ამბობდა სასურველის რეალობად გასაღებაო და მეორე მხრივ მე უფრო ის მომწონს რომ თუ თეორია არ ემთხვევა ფაქტებს მით უარესტი კი არა თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მით უარესტი ფაქტებისთვის პრინციპი ეგ არის რა ლიბერალებმა შექმნეს რაღაცა თვითილუზორული სამყარო პოსტსიმართლის ეპოქაში სადაც მნიშვნელობა საერთოდ აღარ აქვს რეალობას გრძნობად ობიექტურ რეალობას მნიშვნელოვანია მხოლოდ შენი ინტერპრეტაცია ხო მეგობრებო აი ძალიან საინტერესო ამბავს სიტყვებს ამბობს თინა ხიდაშელი რომელიც ყველაზე ჭკვიანია იმიტომ რომ არის არა ამერიკისთან ევროპის ტაივანის აგენტი და სხვა შორის მე რაღაც მე მგონი შენ გააზრე ეგ ფოტო რა აქეთ ნატოს დროშა რო აქვს აქეთ ევროკავშირის ტაივანის დროშით რატო არ ჩითავს არც ერთი არის გამშოლოვანია იმიტომ რომ მგონია რომ ტაივანის დროშაც უნდა კონდეს როგორც ტაივანის აგენტი აი ეს არის აი თუ შეიძლება გავუშვით რა აი ეს საქართველოს დროშა არ ჩანს რა აქეთ ნატოს დროშა რატომღაც ევროკავშირის და საქართველოს და იქ ფეიქ ბომბი ვარდება ბომბი მე მინდა რომ გავუშვათ თინას სიტყვები მეგობრებო
Სადაც აი ეს პირველადი ქაოსი დასრულდება და USA-იც რა თქმა უნდა შეიძლება სხვა სახელით და სხვა სტატუსით, მაგრამ დაბრუნდება დაუბრუნდება თავის საქმიანობას და ამერიკა ისევ დაუბრუნდება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და აქტიური ადამიანების დაცვისთვის ანუ აქედან ჩანს ერთი რამ, რომ ამერიკა აღარ არის ამ საქმეში. თვითონ დემოკრატია. სტაჟიანმა აგენტმა აქამდე იყო და სახელს გადაირქმევენო. მერეო სახელს გადაირქმევენო და სახელს რატო გადაირქმევენ? თუ კარგია რა. USAP პლუსი. ახლა უკვე ერთონის გემო. USAID პლუსი, ხო. თუ აქამდე შენთვის ამერიკა იყო დემოკრატია. ანუ ეხლა რის გამო აღარ არის ამერიკა დემოკრატია ხვდები? იმიტომ რომ ფულს აღარ აწევს და იმიტომ რომ კი მხოლოდ მაგითო იმიტომ რომ ფული თუ არ მოგწაგინდა დემოკრატია იყოს გენდერს აღიარება სახელმწიფოს მხრიდან აღარ არსებობს სქესი დადგინდა რომ არის 2 და USA გაჩერდა კიდე მაგარ შეკითხვა და ამის გამო ამერიკაში აღარ არის ეს ყველაფერი რომ შეცვლილიყო და USA-ც რომ გაეგზელებინა ფულის გადახდა ხო იმიტომ რომ ეხლა სხვა რამეს მიაწევთ იმიტომ რომ არ მიაწევდნენ თავარი არის ფულის არ მიცემა ხალხო მაგია თავარი თორე დანარჩენი რა პრობლემაა მაგრამ ტაივანიდან ხო აიღებს ისე ტაივანიდან ხო აიღებს აი ტაივანიდან თუ თვითონ ტაივანის USA-დან არის აი ეგ არის ძალიან საინტერესო რა მოდი აი ანა ნაცლიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანი გავუშვით. ცოტა განათლებულები რომ იყვნენ, ეცოდინებოდათ ერთ ჭკვიან ადამიანს აქვს ნათქვამი და თვითონ დასერჩონ თუ აქვთ ამის უნარები, ერთ ძალიან გავლენიან და ძალიან სოფლიოს რო აზანზარებდა არა მარტო თავის ქვეყანას, ასეთ მბრძანებელს უთხრა მისმა ერთმა ჭკვიანმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბევრი საუკუნის წინ. ხიშტების წყალობით შეძლებ ყველაფერს გარდა ერთისა. ხიშტებზე ვერ ჩამოჯდები. ამ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებ დიდხანსო. დანარჩენს მანამდე მოასწრებ რაღაცეებსო, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნება ხიშტებით დიდხანს ვერ მოხერხდება. დიდი მადლობა. მე არა ეს რო არა. მე სამხედროობა ამომიტრიალ და აბა მე ჩვენება თუ დაიწყეს ცოტა სასოწარკვეთილი ბაზარი. კაიხანია სასოწარკვეთილი. აი ნუ როგორც აი მოვადრო და ამერიკა დაბრუნდება აი კაი ახლა მოგვიგეთ მაგრამ ხიშტებზე ვერ დრონი მეფობენ და არა მეფობენ ხო აი დაახლოებით მე ის რა მევასება ანუ აი ეს პოლიტიკური ერთეული სუბიექტი ეგეთი პედესტალიდან რო უყურებს ქართული ოცნების სამორჩეულს რომ აი Google-ის ხმარება თუ შეგიძლიათ თუ შეგიძლიათ დასერჩვა ის პირველი ჟურნალისტი რო იყო ხო გახსოვს ორი ღერი ინგლისური და Google ბუჭო ანუ რა ნამუსით ლაპარაკობს ვინმე ანა ნაცლიშვილი ხო რა ნამუსით ლაპარაკობს կամ გახარიას იმად მუშაობს TikToker-ად ლელო ეს ლელოა გასო ეს გახარია არ არის არ ხვდები დაჟე როგორი ბანკროტი არ ვეგეც არ მახსოვს რომელია ჩვენ ანუ მაშინ უფრო უარესი მამუკა ხაზარაძის TikTok ჩვენ მე მგონი ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ნინია კაკაბაძეს აქვს ძალიან მაგარი სიტყვა ნათქვამი და უნდა გაუშვათ ჩვენ განაცემას. სერიოზული ინტელექტუალური ის არის ტანკი, BTR. თავიდან ემორჩილებიან მამას, მის მითითებებს, ბრძანებებს, ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხვდებიან და ხალი ხვდება, რომ ამას უნდა დაუპირისპირდეს, რომ ეს არის всё მორჩა. ბოდიშ შემსწორები ხმარი სიტყვა, მაგრამ მორჩა ეს აღარ არის მონობის დრო, აღარ არის იმის დრო, რომ მამის, კაცის, პატრიარქის სიტყვა იყოს კანონი და ჩვენ ამას ვასრულებდეთ, ხო, ქალების პერსპექტივით. და საბოლოოდ რა ხდება ისინი ჯერ უპირისპირდებიან იწყებენ აი ამ პატრიარქთან თავისი ოჯახის დაპირისპირებას და ბრძოლას და საბოლოოდ კლავენ მას ხო და იმარჯვებენ ხო ნუ არა ეს იშვიათ პრიმიტივია ძმა და რა მაგია ეს ხო აქტუალური იყო 99 წლიდან ეს რაც მე 90-იანებს დასაწყისი და ხო მაგრამ ძალიან მაგრად მოყვა ბუხ და მე რა მაგიტებს რომ პატრიარქაი ცუდი ეს როგორ არის გახარია რომ საბჭოთა კავშირს ებრძვის ხო ეგ არის ხო გვახარია არა ხო გვახარია ჩაანაცვლა გახარია კი ბატონო მოდი თამარ ჩერგოლეიშვილი რატო გავუშვით ეს იმიტომ რომ ნინია კაკაბაძე всё თქვა და მე უიო ეგრე გააკეთა აქ თავარი ეგ იყო всё და
დაემართა კრუნჩხვა. თამარ შერგოლიშვილი. ეხლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ რამეს ვერ მივახციეთ. რამეს ვერ მივახციეთ კი არა, ძალიან წინ ვართ წასულები და აი ხა შეიძლება გაჩერება, ეხლა უნდა მივაწვეთ ბოლომდე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის ძალა კარგად დაინახონ ამ დღეებში. აი თებერვალი გადის, ანუ გადაიარა უკვე იანვარმა და დიდი აქციების დრო მოვიდა და მე მგონია, რომ დაიწყება დიდი აქციები. დიდი მადლობა. ხო, აბა რა სიტყვით, შედეგი აქვს უზარმაზარი, გახსოვთ ეგ ფრაზა? ხო, შედეგი გვაქვს უზარმაზარი. ანუ რას თვლიან ეს ადამიანები მიღწევათ? შეიძლება ითქვას, რომ აი რას მიაღწიეს. რომ ვიღაცებმა ევროდებილებმა და უკვე გაქცეულმა, გაფარჩაკებულმა და არხეულმა ადმინისტრაციამ ამერიკის დაასანქცია ვიღაცები და ეს არის მთელი ამბავი. ამერიკის საელჩოს რომ ერთი კრინტი არ დაუძავს, რაღაცა წამოიკნაოს და იმაზეც ეგ რა არის? ამერიკის საელჩო რეალურად ეგ გუშინდელი ქარდი რაც დადო მამუკა მდინარაძეს უსლაბეს. რეალურად დადო, იმიტომ რომ რამეო მეცაკავა. არა, ნათქვამი გქონდესო, რომ ტრამპის ხარეს ვართო კაცო. ტრამპის წინააღმდეგ არ მოქმედებთო. ანუ მართლა მაგის გამო დაწერეს ეგ, რომ ანუ იმაზე ყოფილიყო ხაზგასმა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დაპირისპირებაში არ შევდივართ ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. მოდი ხა ამერიკელებსაც გაუგოთ ხა ჩვენს აქაურ საელჩოს, იმიტომ რომ არანაირი ინსტრუქცია ჯერ ხობა არ ვიან მოდის ხო ეგ ეხოცმაო და ხა არა ნუ ჯერ სხვა ქვეყნებთან აიასნებენ და მე მოვა ჩვენ მაგრამ ხო კითხულობენ Twitter-ს არა ხო უყურებენ არა ხო მაგრამ ანუ მაგ ილუზიაში არიან რომ იქნებ აქამდე არ ჩამოაღწიოს ეხლა მე უბრალოდ მაინტერესებს ეხოს და მეზობელ ქვეყნებს ალბათ ესეც გამჟღავდება ბუღალტერია აი ამ 100 მილიონის ალბათ იქნება რა პროექტებზე დაიხარჯა იმიტომ რომ მაგალითად X-ზე ნახე მასკის X-ზე მე მგონი რომ მაგალითად $50,000 USA-დმა გადაიხადა კოლუმბიაში ტრანსგენდერების ოპერაში $50,000 ანუ ესეთი დაწვრილმანებაც არის არა ნუ ტრანსგენდერების ოპერა რას ნიშნავს აი ანუ მარტო ტრანსები მღეროდნენ ან შეიძლება ადამიანები რომლებიც განასახიერებენ ტრანსებს ან თვითონ ოპერის შინაარსი არის ტრანსული ახლა საინტერესო სამხავია ანუ თუ ასე წვრილმანდებიან მე ვნახე ეგეთი ფილმი რომელიც ახლა ყველაზე მეტ ოსკარზე არის ნომინირებული ახლა ხო აი მოყევია მე ისტორია ზამბია ბენ ჰური ყველაფერი ივის შესახებ ბეჭდების ბრძანებილის მესამე სერია არა ძველი კაცო და ეს ფილმი იყოფენ თანაბარ ნომინაციებს ანუ ნომინაციებს რაოდენობით შეხენო მე ვფიქრო კაც შედევრია რაღაც ახლა არის ძალიან კარგი ოდესღაც ძალიან კარგი ფრანგი რეჟისორის ჟაკოდი არის ფილმი ძალიან მე მიუზიკლები ძალიან მიყვარს და მაღალი მოლოდინი მქონდა ამ ფილმზე სიუჟეტი არის ეგეთი რომ მექსიკელი ნარკო კარტელის ძალიან სისხლიანი ბოსი არის ტრანსი რა უნდა რომ გახდეს ქალი არა კაცო მიუზიკლი დრამა მაგრამ ანუ იმდენად აბსურდია კი მღერისა ეს ბოსი მღერი კი ანუ ერთი ის მაგალითად სეკვენსი არის ექიმთან მიდის ამისი ადვოკატი და იქ არის სიმღერა ანუ ამ იმაზე ეს რო უხსნის რომ რა უნდა აბანო გაიკეთოს და სიმღერა არის from penis to vagina from vagina to penis ანუ აი მაგდონის აბსურდი არის რა და ამ ფილმს აქვს 13 ნომინაცია და ну ხო გასაგებია რატომ მოხდა ამ ხელა ნომინაციაში ფილმი რომელიც არ არის უმეტესწილად არ არის ინგლისურენოვანი რომელსაც არ ყავს ინგლისურ ენაზე მოსაუბრე დაჟე რეჟისორი ანუ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება რომ ოსკარისთვის ეს ფილმი ყოფილიყო თავარი ფილმი იმიტომ რომ ყველაზე მეტი ნომინაცია ამას მიცეს მაგრამ გასაგებია თემა ეგაა რომ ძალიან ეს როგორც დიდი აკაკაბაზე პატრიარქალური და მასკულინური ფიგურა მაჩოისტური და ბოროტი და ეს კარტელის ცივსისხლიანი ბოსი თურმე დაბადებიდან ბავშვი ქალად გზნობს თავს და იკეთებს ოპერაციას და ხდება ქალი და ეხა მოვიდათ მაგარი ჩეპი კაროჩე ამ ქალს ხო მთელი ეს ფილმი რაც გამოვიდა დითი რამებს უმღერის მთელი ლიბერალური სახელოვნებო სამყარო რა რომ აი ეს ყოფილა ვინც არის და მთავარ როლზე წარდგენილი არის და ამბავი რა და კაროჩე ვიღაცებმა ამ ლიბერალებშიც ხო არიან უფრო ვოუკ ლიბერალები რა კიდე რა კაროჩე ეს ტრანსიო რაღაცა არ მოგწონს ჩვენო ამ მოვუქეს ძველი ტვიტები და უპოვეს რასიზმი უყურე ხარ როგორი გაჭედვა გაიჩითა რა ანუ აქეთ ხარეს არის პირველი ტრანსი ქალი რომელიც ნომინირებული არის ოსკარზე მაგრამ თვითონ ტრანსია ხო სახიობი ტრანსია მაგრამ თან ამას წლების წინ ტვიტერზე აქვს ისინი რასისტული ისინი და კამპანიიდან ჩახსდეს ეს სახიობი
კამპანიიდან ჩახსნეს რა ფილმი ხო ჩაუხსნა? არა, ფილმის საერთოდან პრომოუშენ კამპანიიდან ჩახსნეს. თავარი მიდის გარეშე. ძალიან სახალისო ოსკარები იქნება, რომ ეს კალი მივა. ჩვენ აბას დაახვედრება, რომ თან რასისტია, თან ტრასია, თან უნდა შეაქონდა, თან უნდა გალანძო. მაქსაკიჩი კარგად ვერ ყვევდა, ის სამი ვაშკაცი რომ მიაგზავნა, სამი მხედარი. მაგრამ აინტერესებს. მაგას აპოკალიფსის სამი მხედარი რას აპირებენ და რა პერსპექტივა? რა უნდა გააკეთოს? ჩემი ელჩები არიანო? იდეაში ეგ სუბტად ლიბერალური პრესებიდან არის ცენზურა, მიულინეს ცენზორები, მაგრამ კაროჩ მან თუ რაღაცა დიდი ფინანსური კაპიტალი არ შეგროვდა იმისთვის რომ აი ზოგადად მე ეს სამი კაცი მყავს და აი ესენი ეხლა თქვენ ამ სტუდიურ ლანდშაფტში, ჰოლივუდურ სტუდიურ ლანდშაფტში შექმნიან ახალ ისეთ რა ქვია, კერძო შეიძლება სახელმწიფო სუბსიდიებით, მაგრამ პირველი იქნება ამერიკაში საუბრობ უფრო კერძო პროდაქშენ კომპანიის, რომელიც იქნება საპირისპირო იმ ფილმებისა, რომელსაც აკეთებდით ამდენი წელი. სადაც კალი-კალია და კაცი-კაცია, გასაგები. სადაც ხო ის არის რა. გასაგები. მოდი ვალერი ქრისტიანული თემებიც ჩითავს. კი ბატონო, ვალერი გილბახი. ბოდიში ერთ ბარემ ოსკარზე ვარ და რამდენხანა ფილმებზე არ ვილაპარაკე. კარგი, ამ წლევანდელი ოსკარები არის ყველაზე ვოუკ ოსკარები, რაც კი შეიძლება ყოფილიყო. ეს ფილმი ხო თქვი, არის ეგეთი ფილმი პაპის კონკლავი. კი. ნინიძე თამაშობს. ნინიძე თამაშობს. არის ნუ ეხა წარმოიდგინე აი ყველაზე ლიბერალური ხედვა კარდინალების ცხოვრების რა და პაპის არჩევის და ამბავი რა და საბოლოოდ ხო ვისაც ნანახი არ გაქვთ ერთი წუთით გათიშეთ იმიტომ რომ სპოილერი უნდა თქვა ბოლოს პაპა ნუ თან ის თემა მიდის რომ ანუ აი პაპი ვინცა უნდა იყოს აუცილებლად ლიბერალი თორე ყველა ვინც კონსერვატულას აფიქსირებს ის რა თქმა უნდა ბოროტი არის და ეს არ შეიძლება იმიტომ რომ განდახევა იქნება და პროგრესს მოკლავს და ბოლოს ბიჭო პაპი მიხდება იცი ვინ ჰერმოფროდიტი ანუ ბიჭო უყურე თან თემა რა იყო რომ ანუ ეს ფილმები უყურე მიჯრით რა ანუ რომ ერთი დღე მოვიდა ფილმებისთვის და ჩავდი ეს ორი ფილმი და ჯერ უყურე ფილმ ემილია პერეს მე უყურებ ამას ბიჭო მეთქი რა ხდება ორივე არის წარდგენილი თან ნუ პაპიზმის ისტორიაში ქალიც ყოფილა ეს გვახსოვს და კარგი პაპები არ ყოფილან მაგრამ ეს რაღაც სიახლეა ნუ ვერ გადაეწყვენ ანუ ჯერჯერობით ხო არა კაცო რა გადაეწყვენ პირიქით ხა რაღაცები არ მახსენდება კიდე არის რაღაცები შენი აზრით შეუწევს კიდე ეს სამაკაცმა უნდა ეცდება რა თქმა უნდა მე ჯონ უაიტის იმედი მაქვს აი ჯონ უაიტის არფეხილაში უდევს უკვე მე რა მაგარი კაცია გაუშვათ ვალერი გელბახიანი და აკუბარდია შეიძლება იცი დღეს სხვა გენერაციის ლიდერები არიან პარტიებში მაგრამ გამოჩნდება ვინმე 23 წლის ნიჭიერი ბიჭი აი გამოჩნდება სანამ პეტრე ძალით ვერ გასდი ვალერი აბა რა გინდა კაცო და სელექციის გაკეთება რა მინდა და იმუშაონ ვალერი მიეხმარე მე შენს მაგათ მუშაობაში ტელევიზიაც მიეხმარება ყველა მე არ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ არა ვალერი წევრი ვარ კაცო კრიტიკის უფლება ხო გაქვს კაცო მე რა უნდა მივეხმარო როგორ მითხრა რათი მივეხმარო რა ყოლიანება უნდა ამათ არის ნუ შენ მემაბრალებს ტელევიზია გაქვს ყველას აქვს ტელევიზია გაჩნია იცი ბატონო დავით ყველას გონია თავისთავად გენიოსი და ამიტომ აი ეს შედეგი აღიარებ ხო ესე იგი ტენდენცია რა ჩემი აზრით ესეც სასოწარკვეთო ტენდენცია ჩაკიბვის როცა ადრე ძალიან მძლავრად ეტენებოდნენ ეს ბატონიც ეტენებოდა რომ და ლობირებდა გუბაზი რომ აგერ წაიყვანეთო მაგარი იურისტიაო და ასე შემდეგ ეხლა ისეთი კაკი დაგროვდა ტრამპის მერე. ანუ ისე გაბაზდა ყველაფერი, რომ ყველა ერიდება რა, მე რა შუაში ვარ, მე ვაფშე ამუბნელი არა ვარ და ეგეთ რაღაცებს ეულებიან და გელბახიანი ვაკეთ ბაბონტები ყავს? ბაბონტები ყავს? სად? ნუგზარ ციკლაური, ზვიად ძიძიგური გაუშვათ. ზვიად ძიძიგური და ნუგზარ ციკლაური გაუშვათ. ორივე. გავიდა ერთად გაუშვათ. ნუგზარი გაუშვათ. იძულებას დანიშნოს ახალი არჩევნები, როცა ახალი არჩევნების დანიშნოს არ არის. თუ სერიალ სასტარტყოფილი დიასახლისები, აი ეს არის სასტარტყოფილი პოლიტიკოსების განაცხადი. როდესაც რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული გზაც, არა მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში დაუკავშირა საქართველოს თავისი ბედი დასავლეთს, ხო? მთელი ჩვენი ისტორია, ჩვენი ქრისტიანული კულტურა, რაღაც გორგასალიდან დაწყებული და ზვიად გამსახურდიათი და აი ამ ახალი ფორმაციით დამთავრებული არის ევროპისკენ სვლა.
კულტურულად საქართველოს არის ევროპის ნაწილი. როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს ევროპა თურმე არის დიქტატი და დამთავრდა მსახურალი ხელი, ევროპის ეს მიანიშნებს სრულ სასოწარკვეთილებაზე. მე პარტიას რა უთხარი, სადაც მხოლოდ ეს იყო ყველაზე ინტელექტუალი რა. არა მგონია, კიდე ყავდათ 1-2. დაცებს? ეს და გიგი წერეთელი. გიგი წერეთელი არის. გიგი წერეთელი და არც იყო დაცებში ბოლოს. მითხარი ვინ? კონგენიალური, ყველაზე კონგენიალური და არა, რეპორტაჟები მაქვს მაგაზე. ჭიაბერაშვილის თავი ორის. ჭიაბერაშვილი ფილოსოფი. არა, კაცო, ჯერ ფილოსოფოსი იყო და მე კაცო. ჭიაბერაშვილს რა თქმა უნდა, ტრაქტატებია დაწერილი. მე მგონი ტრაქტატებია დაწერილი. არა, და ფილოსოფოსი მართლა რაღაცა ზეფაზები დაწერილი. ზეფაზი აქვს დაცული. რაღაცა ქართული ატრაქციოდები და სიმბოლიკა და ქართლის დედის ხმალი რომ ქართალოცენტრულია. აიფი მაგისია? არა. გეიფი ვისია? ჯგერენაიას. ჯგერენაიას. მე ვერძიდიგური. სხვა რამე შევჩერდით აქ. არა, ეხლა რა პასუხი დაგას. ხო არა, როცა ამბობენ რომ დასავლეთია ჩვენი ხვედრი, დასავლეთი უკვე ბევრნაირია მეგობრებო. ორბანის დასავლეთია, ტრამპის ამერიკას დასავლეთია. ონც არ მახსოვს უბრალოდ რეკ ჩემი ის არის სახელების მოუწევა. ბოცო წუგო არის თუ ის მეორე? ეს არის ესა ხო ბოცო? კი ბატონო. და გაუშვათ ძვირფასი რომელსაც რეზო აბაშუკელბაც ხოდებულმა ძალიან მაგარი რამე შეარყა. სახალადეცე ღორის თავი. კი ბატონო, გაუშვით. შეუძლებელია რომ დღეს საქართველოში ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს თავის ქვეყნის ბედი, უყურებდეს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, ან შვიდად ეძინოს, ან შვიდად ჭამდეს, ან რაღაცა ნორმალური ცხოვრების. არა, ყველა არანორმალურად ცხოვრობთ. მთელი საქართველო არანორმალური ცხოვრების რეჟიმში გადაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ხო, ნუ მე ამას ვურჩევდი, რომ თუ გზის გადაკეტვა და მივიდეს და თავისი მომსახურება შესთავაზო. ცნობილი გადამკეტავი. ცნობილი გადამკეტავი. მაგრა კეტავს. მაგრა კეტავს. კი ვერა ბოლომდე კეტავს. ხო, საბჭოთა კავშირი მაგარ დააქცია ეკონომიკურად, რა თქმა უნდა. ხო, გადაკეტვაზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა. გადაეკეტა. ვერ გადაკეტენ. ახლა გედემეკეტა. დღეს არის საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის წესით იჯება ადამიანები, რომლებიც იქ ცდილობდნენ გადაკეტვას. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი 3 განცხადება Facebook-ში მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ ეს არ შეიძლება და სისხლის სამართლის წესით დაიჯებიან. ასევე მაქვს პოლიტიკოსების განცხადებები პრევენციული. ხო, ნუ როცა სახელმწიფო მე მაქვს ნახე ოპოზიციური პოლიტიკოსების როცა სახელმწიფო განცხადებები რომ არ უნდა შეგვეშინდეს და ხო, აი ხა მოდი ესე ვთქვათ რა. ის ახალგაზრდები, ზოგი რა თქმა უნდა ანგაჟირებულია, ზოგი არა. ზოგს მოსდის ესეთი ამბავი. რომლებიც დაზარავდნენ, შეიძლება წავიდნენ სისხლის სამართლის ბრალდებით და ასე შემდეგ. ხო, ნანუკა ჯორჯოლიას არ უნდა მოსთხოვონ ახლა აი ლიდერებს, როდესაც ისმოდა ხმები, რომ ეს არ შეიძლება, არ არის სწორი. რატომ კიდე ერთხელ უბრუნდები იმ თემას, რატომ გონიათ, ვინ შთააგონათ, რომ ხელისუფლება არის შიში, აგონიაში, უძლურია და ასე შემდეგ. ეს ხო ობიექტურად არ არის. ნანუკა ჯორჯოლიანი ეუბნება ზმაო. არ არის საკმარისი, სანუ შენაო რომ ან ინტელექტუალური რესურსი აკლია, ან პოლიტიკური წონა აკლია თუ რა, ნანუკა ჯორჯოლიანი რო ეუბნება, რომ ესე არისო, არ უნდა მიიღონ, არა, მე უბრალოდ აი მაგალითად აი ესეთი გარეწარი არის ზურა ჯაფარიძე რა. გიას ძმა ხო? გიას ძმა, შეხედა, აი გაუშვით. გია კი არა. ყველა ეს ადამიანი უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნით, რომ ეს რეჟიმი უნდა დავამხო. სხვა გზას მე ვერ ხედავ. რუსეთის დღეს დავწერე და ახლა გახაც გავიმერებ რუსეთს აჩერებს მარტო ძალა. არაფერი სხვა არ აჩერებს რუსეთს. არაფერი სხვა, არც მოყვება, არც მოფერება, არც ის არც ეს, არც სიტყვა აჩერებს მარტო ძალა. და ძალა არის ერთობაში და ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. ხო, აი ზურა ჯაფარიძე, ზურა გადატენილი საჯდომით იყო ალბათ გადატენილი. მე უბრალოდ არ გაუვარდეს. მიტყვის რომ რა ძალაზე საუბრობს რა. ბიჭო, კაც დადის ლეტალური იარაღით ახლა მეტი რა გინდა? შენ გააქვს ეგეთი? ჰა? შეგიძლია ეგრეს როლა? ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი ბიჭო, ამის დამხობილი ხელახლაა დასამხობია. ხო, ანუ რუსეთს აჩერებს მარტო ძალა. დაუბრუნებია სხვათა შორის ამერიკის სამხედრო ძალა. ძალაც ვერ აჩერებს, მოდი ესე ვთქვათ რა. ძალიან ბევრი ფული დახარჯეს და უკრაინელებმა შეახოცეს ნახევარიერი და ვერ გააჩერეს რუსეთს. ეს ერთი, მას თავი დავანებოთ. ამან რა ძალა უნდა გამოიყენოს? ანუ ამისი ეხლა ხო ჯერას ვიღაცას და ვიღაც ახალგაზრდას, რომელსაც გქონია რომ აი ეს ძალა პირველ რიგებში. ამას რაღაც ძალა აქვს, რაღაც ფარული ბატალიონები ყავს და როცა კრიტიკული სიტუაცია იქნება,
აკაცუკები გამოვარდებიან. ხო, აი რა. აკაცუკების არმია მოვა. გრიფინდორი, დილდობეკისი. აიგენ დაეხმარებიან. შენ ჩააგდე ერთ-ერთი რეკლამში კი პროდიუსერის თუ რეჟისორის, არ ვიცი ვინ არის, ეხლა პოსტი, სადაც ამბობს, რომ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პოსტი და მე ჯგუფშიც მივიწერე, რომ წავედი პაკატკო. ეს პოსტი, ეს რაღაცა სხვა განცხადებები და სხვა ვიდეოები მიქმნის განცდას, რომ უკვე იწყება რეალობის აღქმა და გადადიან წყევლაზე, დამუნათებაზე და ასე შემდეგ. რთული არის, რომ რაღაც მომენტში დაშვება ხო უნდა გააკეთო რა. რომ ანუ ამდენი ხნის მანძილზე შენ ვერ ძლიერდები და დასავლეთიდან რასაც ელოდებოდი, რომ მთელი შენი NGO სექტორი და მთელი შენი ოპოზიცია რაზეც დარბოდა, რომ გარედან მოგვაშველებენ ჩვენ წინააღმდეგობას და ისეთ კომენტარები იქნება, რომლითაც ჩვენ შევძლებთ რომ აქ მოხდი ავწიოთ. მსგავსი ერთი კომენტარი აღარ ისმის, ნუ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ამერიკა, ჯო ვილსონის ტვიტის ამარა არიან ტიპები დარჩენილები. ანუ ჯო ვილსონის ტვიტი ვერ წერს. ჯო ვილსონმა ხა ვის დაუსაბორთა რომელიღაც სტრანი ქვეყანას არ მახსოვს. ტუნის, ხო. ტუნისის გათავისუფლება მოითხოვა. ეხლა ტუნისის არის გადართული. ტუნისის დროშა იყო იქა? აი როგორ არის. ტუნისის დროშა იქნება. ნუ ჯო ვილსონი ვეთმა დიდხანს ასოცხოს და მეთმა ფული მისცეს. რო ეგ აღარ მოუწიოს. და ჩვენ დროებით გემშვიდობთ მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად ხვალ ამ არხზე და ამ კარგას. ყველამდე.